პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს, მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. უწყების ცნობით საუბარია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1,333,728 ლარის გაფლანგვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2,606,272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3,940,000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1,333,728 ლარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატმა ზალ გურასაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს, რადგან საქმის მასალები ამ ეტაპისთვის არ აქვს. კითხვაზე იყენებდა თუ არა ვასილ მხეიძე მინისტრის სახელს ტენდერებისთვის, ადვოკატი პასუხობს, რომ არა. კიდევ ერთი დაკავებულის ვლადიმერ ღუდუშაურის უფლებადამცველის თქმით, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დუმილის უფლებით სარგებლობს. კითხვაზე გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის ცნობილი არ არის. ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის წევრების დაკავების შემდეგ ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შემდეგი სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყოს. მათი თქმით, ივანიშვილი გუნდში პოლიტიკურ ვენდეტას აწყობს, რაც ბიუჯეტიდან მოპარული ფულის მისთვის დაბრუნებას გულისხმობს. მიზეზი მათი თქმით სანქციებით გამოწვეული ფინანსური პრობლემებია. ეხლა მოიცალეს ერთმანეთის დასაჭმელად. აი ამას უკავშირდება და ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია და მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, დაკავებულია ამ მოპარული ფულის ამოღებით. ქეშის ეს სიტყვა უხდება ამას, ნაღდიც არ უხდება, ქეშის ამოღებით. ამით არის. ირაკლი კობახიძე გახდა კორუფციასთან მებრძოლი, ხო? აქამდე რას აკეთებდა? იმ მინისტრებს ეგარ ამტკიცებდა? ყველას. და ძალიან შეხმატკილებულები იყვნენ ბიჭები, პოლიცსაბჭოში ერთად ისხდნენ. და ეხა ბიჭებს ერთმანეთს თვითმკვლელობამდე მიყვანამდე მიყავთ. ეს არის ამ წუთას ქართული ოცნების რეალობა. რომელსაც ჩემი აზრით კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიყენებდეთ. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვიან, მათი თქმით, თანამდებობა კანონისგან გაქცევის ინდულგენცია ვერ იქნება. ბევრისთვის შეიძლება, როდესაც ჩვენ მთავრობას ვიჩერდით, მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ მისი პრიორიტეტი უმთავრესი საკითხი და საზრუნავი იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლა, ბევრმა შეიძლება ეს ღიმილით მიიღო, ან საერთოდაც არ მიიღო სერიოზულად. მაგრამ კიდევ ერთხელ ხელისუფლება ამტკიცებს დღენიადაკ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა, განურჩევლად სახელებისა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პოზიციებისა. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რომელიმე კონკრეტული სახელგვარი არ მოსწონს, იმიტომ რომ კორუფცია არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არსებითი პრობლემა ზოგადად. და ამ პრობლემას რა თქმა უნდა ჭირდება ასევე სერიოზული მიდგომა და სერიოზული ბრძოლა. სუსმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის დაკავების შესახებ 27 ივლისს განაცხადა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.